კიდაჭერია თუ ვინც არის, ეცოჩი მოხსენდეს. ანუ ბატონო რეზო, თქვენ გქონდათ ესეთი ინფორმაცია და როგორი კონკრეტულად მითხარით რა? ინფორმაცია იყო 7 რისკში იქნებოდა კონგრესი. აი ეს იყო. დიახ. დაღამეზე კიდე ნუ მაგვიძებთ მეთქე. მაპატიეთ ბატონო რეზო. რატო აიტაცა ესე ძალიან სასწრაფოდ 5 წუთში? განცხადება იდო ბატონო რეზო. გამოაქვეყნეთ თუ არა ეს გითხარით. პირველ წყარო თქვენ ხო იყავთ? არა, ვერ დავკიდებ, იმიტომ რომ უნდა გადავამოწმოთ ინფორმაცია ეხა თქვენთან. მაშინ მე დავკიდებ და არა, ბატონო რეზო. მოგაყენა თქვენ შორის. თინა ხიდაშელმა მოგვაყენა შეურაცხყოფა და დაგვაბრალა, რომ ეს პრობლემა ეგა. თქვენი პრობლემა ის არის ბატონო რეზო, რომ თქვენ გაავრცელეთ განცხადება და მე უარყავით. ჩვენ რაზღარ შეგვეკითხეთ თქვენ ესე იგი, როცა მიგონდათ ეს ინფორმაცია. ბატონო რეზო, იცით როგორ იყო ამბავი, რომ ჩვენ ოფიციალური განცხადება ბრჭყალებში ჩასმული სიტყვით გადმოვიტანეთ და მივაწერეთ რომ არა ბატონო რეზო, შეგიძლიათ წაიკითხოთ ნიუპოსტზე შებრძანდით და წაიკითხეთ რომ სიტყვით განცხადება გადმოვიტანეთ. მეტი ერთი სიტყვაც კი არ იყო ჩასწორებული იმ განცხადებაში. დღეს აღმოჩნდა რომ თინა ხიდაშელმა ჩათვალა რომ ეს ნიუპოსტმა გაავრცელა და არა თქვენ. თქვენ აიღეთ განცხადება. დამიდებული გენცი. რა შერეოდით თქვენ ვინ გეკითხებოდათ ამის გავრცელებას? ბატონო რეზო, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი რა ინფორმაციას ავიღებთ მათ. გადაწყვეტეთ და აგეთქიდევთ პასუხი და ჩვენ პასუხს ვაგებთ. რაზე ვაგოთ ბატონო რეზო, პასუხი იმაზე რომ თქვენი ინფორმაცია ავიღეთ? კაცო, რა გინდა მე დამელაპარაკო ისაც უნდა და მე ჩემ პასუხს გავცემდა. თქვენ მერას ველაპარაკეთ. კი ბატონო, რატო წაიშალა მაშინ, რატო წაშალეთ ეს ინფორმაცია? წაშალეთ, იმიტომ რომ წაშალეთ რომ თუნდაც წაშლილიყო. ვინ გითხრათ? წაშალეთ. ვინმე გითხრათ რომ წაშალეთო? ვინ გამიბედავს მე რა მithmas? და წეღან მითხარით რომ კი დაგვირეკეს და გვითხრეს რომ წაშალეთ ინფორმაცია და წავშალეთო, იმიტომ რომ როცა დავწონდი მე რომ ესე იგი გადავრეკე იქით და როცა დავწონდი რომ აქ რესპუბლიკური პროფესიონალი არისო, ავიღე და წავშალე. არავის არ დაურეკავს? გამიბედავს მე დარეკვას. როგორ მისცემთ თქვენ? ბატონო რეზო, ანუ ადასტურებთ რომ განცხადება თქვენ გაავრცელეთ და იმის შემდეგ რაც გადაამოწმეთ ინფორმაცია და დაგირეკეს. განცხადება გაავრცელეთ თქვენ. მე დავდეთ ცნობად ეს. აჰა, დიახ. და ბატონო რეზო, თინა ხიდაშელმა პირადად დაგირეკათ რა? ვინ არის თინა ხიდაშელი რომ მე დამემოქროს? არა, ამბობს რომ ვერ დავადგინეთო ამ ორგანიზაციის უკან ვინ იდგაო. ვინ არ ყოს, მე ვარ თავმჯდომარე მაგისი. კი ბატონო. ზომიშლით კიდე. არ გიშლით ბატონო რეზო, დღეს პოზიციას ეთერში თქვა რომ მე ვერ დავადგინე ლაზარეს უკან რა ვინ იდგაო. უკან და წინ და დაუდგე ყველას ყველაფერს და მეორე გამეტარეკვა.